გამოგლეჯილია ყელისული. ერთი სისხლიანი თან გაყვარავი თუ გადარჩება. სოფელ შავშებში მცხოვრება ხათუნა წკრიალაშვილმა მიღებული ზარალის შესახებ გათენებისას მეუღლისგან შეიტყო. მისი ინფორმაციით ოჯახის კუთვნილი ცხრის ფარას გარეული ცხოველები თავს დაესხნენ და 33 სული ცხარი დაგლიჯეს. დაზარალებულები ამბობენ, რომ მათ ერთადერთი შემოსავლის წყარო დაკარგეს. 7 ნახევარზე მოვედით და ეს ამბავი იყო. გათენების ხანმა 6 საათზეა მომხდარი. რამდენი სული ცხარი? 21 ბატკანი და 12 დედაცხვარი. ძირითადი შემოსავალი ეს იყო და თუ რამეთი დაგვეხმარება მთავრობაი, მეტი შემოსავალი ჩვენ არაფერი არ აქვს. მომხდართან დაკავშირებით გიგაურების სიახლოვეს მეზობლებს არაფერი შეუნიშნავთ, თუმცა აღნიშნავენ, რომ მსგავსი სახის შემთხვევების შესახებ მეზობელი სოფლებიდან ხშირად სმენიათ. უნდა დახოცონ გლებია თუ რაღაცა არის. ადრე სახოცავდნენ მაგრამ თინთოსა და ორ-ორ ხმას ვინ არ იღებდა. დაზარალებული ოჯახის წევრებს დღეს გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი შეხვდა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. პაპუნა კობერიძემ გიგაურებს გარკვეული სახის დახმარებას დაპირდა. ამ ეტაპზე შევქმნით სპეციალურ კომისიას, რამდენადაც ვიცი უკვე თვითონ ადგილობრივ ტერიტორიული ორგანოს დაფიქსირებული აქვს ფოტომასალაც. შემდეგ შემოვიტანენ განცხადებას და იურისტებთან საკრებულოსთან გავავლით ამ საკითხს და შემდეგ ალბათ გავაკეთებთ განცხადებას დახმარების თაობას. ბოლო თვეების განმავლობაში გორის რაიონის მასშტაბით ჩინაურ ცხოველებზე თავდასხმის ეს პირველი შემთხვევა არ არის. რამდენიმე დღის წინ მეზობელ სოფელ ნაწრეთში მგლებმა 11 სული ცხარი შეჭამეს. დაახლოებით ერთი თვის წინ კი გორის რაიონის სოფელ ფხვენიშში გარეულმა ცხოველებმა მსხვილფეხა პირუტყვი დაგლიჯეს.